Ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ, ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ერთი წუთით. აბა როგორ ვართ, მოგიკითხავთ კიდევ და კიდევ. ჩემს ემიგრანტებს განსაკუთრებული მოკითხვა. ყველანი ძალიან მიყვარხართ, გაფასებთ ჩემო ძვირფასებო და არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს მდობისთვის, მადლიერებისთვის და სიკეთისთვის. აი აბსოლუტურად არაფერი რო არ გენანებათ. არ ვიცი, ისეთი საოცარი ვინც ყავს, ყველა თითქმის ყველა ემიგრანტი, ყველა მყავს თბილი, კეთილშობილი, არ ვიცი, აი საოცრებები. ეხლა ჩამოდიან რამდენიმე და აუცილებლად უნდა გავიცნო ისინიც ნოემბერში. მოკლედ ძალიან მიხარია. ეს რაც შეეხება ემიგრანტებს, განსაკუთრებული მოკითხვა, ასევე განსაკუთრებული მოკითხვა თქვენ, ჩემო ძვირფასებო, ვინც ყოველდღიურად მიხმიანებით, მიუხედავად იმისა, ვიდეოს ჩავწერ, არ ჩავწერ, მიხერხდება, ვერ მიხერხდება, ყველა დღე და ყოველდღე რო კონტაქტი გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ჩემო კარგებო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, რაც შეეხება პირად კონსულტაციებს TikTok-ზე, წერთ პირადში და მე გამატებთ WhatsApp-ზე, ხოლო რაც შეეხება YouTube-ზე, ვიდეოს ბოლოში ნომერი მოთავსებული და იქ უნდა იქ ნახავთ ნომერს და მომატებთ, გნებავთ WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ი, სამივე მაქვს, არანაირი პრობლემა არ არის. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, კი ბატონო, აი დეტალებში ხოლმე ესე წერენ საჯაროზე დეტალებს არ განვიხილავ. საჯაროზე, ანუ ტყუილად მწერთ, უნდა მომწეროთ პირადში, თუ ვინმეს რამე პრობლემა გვაქვს, მესამე პირი არის ეს, რამე ისეთი პრობლემა მძიმე რაღაცა ხდება, ვიღაცას რაღაცა ხო ის წართვა, დაანგრია ურთიერთობა, საიდანღაც აღმოცენდა, დალაგებული ურთიერთობები აგირიათ. აი ხო ხვდებით რის თქვა მინდა, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ ჩემო საყვარლებო, რომ პირადში მომწეროთ ხოლმე და საჯაროზე კომენტარებში მომიწერთ მსგავს რამეს, იმიტომ რომ მაინც ვერ გპასუხობთ, ამიტომ და პირადში ახლა ყველას ვერ გნახულობთ. ხო არც მაგდენით რო არა მაქვს. მოკლედ დეტალებში მწერთ პირადში. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ საჯარო კონსულტაციას, ეს არის რაც მოგვიტანს ნოემბერი. კარიერა, ფინანსები, პირადი. ნახოთ. დავიწყეთ. კარიერა, პირველი. ფინანსები, მეორე. და პირადი, რა თქმა უნდა. დავამატებ, მე ვფიქრობ, რომ პირადზე მომიწერს დამატება, მაგრამ მაინც ნახოთ და გადავხედოთ, ოპა, დასტის ფონი. საოცრება, მაგი და ქურუმი ერთად. ქალბატონები, გნებავთ მამაკაცები, ვინც მეყურებთ მამაკაცებმა, თქვენ უნდა მოერგოთ საპირისპიროდ, ვინ ხართ ჩემი კოლეგები, ვინც მეყურებთ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი, ან სწავლობთ ტაროს, ან გვინდა ტაროს შესწავლა და ასეთი ადამიანები მეყურებთ ეხლა ამ წუთას. და ვიწყებთ კარიერა, ფინანსები და პირადი და კარიერა. როგორც ჩანს, ძალიან ბევრისთვის იყო და არის რაღაცა დასასრული ეტაპის, ერთ-ერთი ეტაპის კარიერული კუთხით. არ ვიცი, სამსახურში მოხდა მსგავსი რამე, რაღაცა ვერ დალაგდა, რაღაცა ვერ შედგა, რაღაცა, კამათი სიტუაციები მოხდა, იქ ხა მე არ გეუბნებით კონკრეტულად უფროსთან მოხდა, იქ მოხდა, ჯამში მთლიანობაში, არ მოხდა რაღაცა, მოხდა დაულაგებელი სიტუაციები, არ მოხდა რაღაცა შემდგარი მდგომარეობა, კარიერას გულისხმობ, რაღაცა ვერ დალაგდა, რაღაცა სიტუაციები აგერიათ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დალაგებულიც გქონდათ მდგომარეობები, უცბად აირია, არ ვიცი, გული აგვიცრუდა, არ ვიცი, აღარ გვინდა არაფერი, არ ვიცი, პირადზე გქონდათ პრობლემა და მან გამოიწვია კარიერაზეც გულისაცრუება, არც არ არის გამორიცხული პირადში, რომ პრობლემა კარიერაშიც ხოლმე ირევიან. ამიტომ ხდება ესე ჩემო ძვირფასებო, მაგრამ მე მესმის, მეც კი თქვენ გეუბნებით და რჩევას გაძლევთ, მაგრამ მე შეიძლება იგივენაირად დამემართოს, რომ როდესაც პირადზე ვნერვულობ, მე ირევა ყველაფერი. ამიტომ მე უბრალოდ მინდა, რომ მსგავსი შეცდომები არ გაიმეოროთ და მაქსიმალურად ეცადოთ ხოლმე, რომ იყოთ გაწონასწორებულები. სამართლიანობა ზუსტად აიქ დაგვიჯდა და რასაც მოითხოვს სამართლიანობა, რომ
მეტი ტვინის ჩართულობა, მეტი გონების ჩართულობა, მეტი ასე ვთქვათ, გაწონასწორება, მეტი ზომიერება და მეტად სწორი სვლა. ანუ გაბრაზებულზე, რაღაცა განერვიულებულზე, რაღაცა იქ სამსახურში კამათის გამო, იმის გამო, ამის გამო და თუნდაც ისე რომ პირადში ვინმეს პრობლემა გაქვს, თავდაყირა, არ დაგიდგეთ სიტუაციები და ისე არ მოხდეს, რომ იმის გარეშეც დარჩეთ იმის, ხო? ამიტომ რას გვეუბნება, ნახეთ ნოემბერში კი ბატონო, მე დავამატებ ახლა არკანებს, რომ ისე არ მოხდეს, რომ მარტო 3 არკანით ისაუბრაო, რა გელოდებათ ნოემბერში ცხრიანი ხმლები. ჩემო ძირფასებო, ხო, ახლა ნახეთ რა ხდება. კი, არ გამორიცხავ იმას, რაც გითხარით, აირია სიტუაცია, აგერიათ მდგომარეობა, არ არის გამორიცხული, რომ პირადმაც გამოიწვია ეს ყველაფერი, არ ვიცი, შეიძლება თქვენი პირადი იქვე იყო, იქვე მუშაობს თქვენთან ერთად, არც ამას არ გამორიცხავ, მაგრამ შიშები თან გსდებთ, შიშები არ განებებთ თავს და მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს კარიერაში, რაღაცა მდგომარეობები, ანუ საკმაოდ რთული ნოემბერი გელოდებათ, მაგრამ რატო არის ტარო, რა არის პროგნოზი, ხო? რო გაფრთხილებთ, ხო, უნდა გაითვალისწინოთ, ხო? აი ანალოგიურად პირადში რომ კონსულტაცია მაქვს და რო ვეუბნები რომ არ გაასესხოთ თანხა. კი არ მისმენენ. აი კი თავს გიქნებენ როგორ არის და მეორე დღეს მოუწერიათ, მეორე დღეს კონკრეტულად კაი თუ არა, 2-3 დღეში მოუწერიათ რომ თეკო რატო არ გავითვალისწინეთ, თანხა გავასესხე, ესე მოხდა ეს. ანუ მიხვდით რის თქმა უნდა, ანუ მაგალითად მომყავს, რა თქმა უნდა მქონდა ესეთი შემთხვევა გავაფრთხილე ადამიანი, საკუთარ დაქალზე ვსაუბრობ, გაასესხა ძალიან დიდი თანხა, ზუსტად 10 დღეში დამირეკა ტირილით, შესაბამისად ვერც დაიბრუნა, ვერც დაიბრუნებს მაგ თანხას, რავი რა უნდა მოხდეს და თან 10 ჯერ გაუმეორე, თანხა არ გაასესხვა ამ თვეში. აი დაახლოებით ამ სიტუაციას გეუბნებით, ყურადღებით იყავით, ჩამოყალიბებულად იყავით, კარიერის მხრივ ძალიან როგორ გითხრათ, ტვინი ჩართეთ, ძალიან გთხოვთ გულს ნუ მოусმენთ ისე რომ ისე არ მოხდეს რომ გულმა გადაგიწონოთ და პირადიც აგირიოთ, კარიერაც აგირიოთ, ბოლოს ფინანსები აგირიოთ და სულ ისე დარჩეთ. ამიტომ ტვინი, ჩემო ძირფასებო, გონება გაუშვით იმაში, რა ქვია, აი როგორ გითხრათ, გულზე წინ გაუშვით გონება. მაგრამ ეხა ყველაზე მთავარი და რატო გეუბნებით? ასე თუ ისე ერთი შანსი მოგეცემათ. ერთი შანსი მოგეცემათ კარიერაში. არ არის გამორიცხული, შეიძლება რაღაცა დაწინაურებას წეხებოდეს, რაღაცა თუნდაც ის რომ აირიეთ და სამსახურიდან წასვლა გინდოდათ, მაგრამ კიდე ერთი შანსი მიეცეს ამ ყველაფერსაც, არ არის გამორიცხული, მაგრამ ვინც წამოსულები ხართ სამსახურიდან, რაღაცა ახალი შანსი მოდის და ძალიან ყურადღებით იყავით. ოღონდ ყველა შემთხვევაში ტვინი ჩართეთ და არასწორი რეაგირებები არ მიიღოთ, გონება ჩართეთ და გაიაზრეთ ყველაფერი სწორად და მაქსიმალურად. რაც შეეხება კარიერას, იმიტომ რომ არ მომწონს სიტუაციები, არ მომწონს მდგომარეობა, დასაფიქრებელია ეს ყველაფერი და ისე არ მოხდეს, რომ თქვენ ან განერვიულებულზე, ან გაბრაზებულზე აბსოლუტურად ყველაფრის გარეშე დარჩეთ, ხო? ამიტომ გონება ჩართეთ, სწორად არავის არ ვაშინებ, უბრალოდ სწორად მინდა გაიგოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შანს რადგან გვაძლევს პენტაკლების ტუზია აქ კარიერაში, ესე იგი არის რაღაც სიტუაციები, ნიუანსები, რომ შანსი მოგეცემათ და ძალიან ყურადღებით იყავით და უნდა გამოიყენოთ ეს შანსი. არ ვიცი, თუ ახალი შემოთავაზება იქნება, ანუ ვინც არ მუშაობთ, კი ბატონო შეგიძლიათ და დახვდეთ თამამად, ხოლო ვისაც კამათი გქონდათ თუ არ ვიცი, ორთაბრძოლა გქონდათ სამსახურში ესეთი გაუგებრობები, რომ 4-იან ხმლებში და 9-იან ხმლებში ხართ. და დღეს ამ წუთას აღარავის აღარაფერი არ გინდათ, ხო? ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. ეს შანსიც არ დაკარგოთ. გადავიდეთ ფინანსებზე. ფინანსები. ნახოთ რა გელოდებათ ფინანსებში. მოდით სამ არკანს დავამატებ, მოკლედ ესე ვისაუბრ. ხო, მოკლედ გეტყვით იმას, რომ კი ბატონო, გარკვეული პერიოდი დასაწყისში მე ვფიქრობ, ფინანსებში ცოტა მოიკოჭლებს სიტუაცია. ეს არ გეგონეთ, რომ მარტო თქვენ ხართ ეგრე, დღესაც წერდნენ სხვა შორის პირად კონსულტაციებშიც მეუბნებიან, რომ თეკო გავიჭე და ფინანსებში ეგრეა. ყველა, ანუ ოქტომბერი იყო აბსოლუტურად ყველასთვის ჩავარდნილი თვე, ამიტომ ამაზე დიდად ნუ ინერვიულებთ, ნუ გაამახვილებთ ყურადღებას. ერთი თვე შეიძლება ჩავარდნილია, მეორე თვე ამოვქაჩავთ სიტუაციას, ხო? კი ბატონო, ფინანსებზეც ცალკე ტარდება ყველაფერი, ფინანსების სპეციალური
რიტუალებიც არის, აგერ სანთლები, რომლებიც მზადდება, ფინანსებზე მზადდება, ასევე პირადზე მზადდება, ასევე ფინანსებთან დაკავშირებით არის კიდევ ანუ კონკრეტული ნივთები, რომლებიც თან უნდა ატაროთ. ამიტომ ამასთან დაკავშირებით პირადში შეგიძლიათ მომმართოთ, მაგრამ ფინანსებში ნახეთ რას გეუბნება, აქაც მეორე ტუზე ამოდის ოღონდ თასების ტუზე, ანუ ემოცია და სამყარო ერთად. ანუ ნახეთ, ემოციებს არ უნდა აყვეთ, იქნება ფინანსებში ცოტა რაღაცა გარღვევა, ცოტა რაღაცა ლაფსუსები და რას გეუბნებათ სამყარო, ნუ გადავარდებით განდეგილში, ნუ ჩამოუშვებთ ცხვირს და ნუ ჩადარჩდებით სოკოს ქვეშ ასეთი სახელჩამომხობილები და მტირალები, აუცილებლად ფინანსებში გამოსწორდება სიტუაციები. უბრალოდ ნახეთ, ენერგია, რიტუალები, აი ტყუილად ხარ ვართ, ამდენს უმუშაობთ, ხო, ჩემო ძვირფასებო. აი მართლა არ ვიცი 2-3 საათი მძინავს ღამეში, ამიტომ ტვინი და გონება ამუშავეთ, სწორად ჩართეთ, სწორი ჩართულობა, არ გადაგაგდოთ განდეგილში, განმარტოებაში არ გადაგაგდოთ ფინანსებმა, იმიტომ რომ გამოსწორდება, ნახეთ, აუცილებლად გამოსწორდება ფინანსები, უბრალოდ რას გეუბნებათ, მაგიხართ, ვინც მიყურებთ, ნახევარზე მეტი კოლეგა მიყურებთ, ნახეთ, ამიტომ კიდევ მე რომ ვისაც ტაროს სწავლაც გინდათ, აუცილებლად რაც შეიძლება მალე შემეხმიანეთ, ჩემო ძვირფასებო, რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ 4-5 ადამიანი ვეღარ ვამატებ ხოლმე მერე ვერავის. ამიტომ ნახეთ, რატო გავამახვილე ყურადღება, კოლეგები მიყურებთ აქ, ან ვისაც გინდათ სწავლა. ამიტომ აქ გამოიამინდებს, აქ გამოანათებს ნოემბერში ფინანსებში, ამიტომ ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად დადებითი გაიცით, მაქსიმალურად სიკეთე გაიცით, მაქსიმალურად გონებას მოუხმეთ და ემოციებს არ აყვეთ და განდეგილში არ გადავარდეთ, იმიტომ რომ რაღაცა 2 დღე თქვათ ბოდიში, მაგრამ ნუ რაღაცა იქ ვერ წახვედით, ის ვერ იყიდეთ, ანუ ამის გამო არ შეიძლება ესე რაღაცა რადიკალური ზომები მიიღოთ და ესე სოკოს ქვეშ ჩამოუჯდრები შეწუხებულები იყოთ. ფინანსებში სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება, კარიერაში სიტუაციები აბსოლუტურად წინ მიდის, იმიტომ რომ კიდევ ერთ შანსი მოგეცემათ და ძალიან გთხოვთ, კარგისკენ მივდივართ, დასაწყისშია რაღაცა ცოტა შეფერხებები, მაგრამ გამოდიხართ ამ მდგომარეობებიდან და მიდიხართ წინ. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღებით. ნახოთ ახლა რა ხდება პირადში და რას უნდა ველოდოთ ნოემბერში პირადში. ხო, დავამატებ კიდე 3 არკანს. ხო, ახლა რა ხდება ჩემო ძვირფასებო, მოდით. 2 ვარიანტად გამოვყოფ ახლა ამას, ამ სიტუაციას და გეტყვით რატო. სიტუაცია პირადში, ვინც იყავით დაშორებულები. აქ ერთი შანსი კიდევ ვიმეორებ, საჯაროა გაშლა, ყველაზე ვერ რეზონირდება, ამაზე აუცილებლად პირადში უნდა გადმოხვიდეთ, თუ კონკრეტულად თქვენზე გაინტერესებთ, ხო? ისედაც ჯობია ერთი პირადი კონსულტაცია 1000 სკროლი პატარა ვიდეოს. მოკლედ, ახლა 2 ვარიანტად რატო გეუბნებით, ერთი ვარიანტი, სადაც დაშორებულები ან გაფრაზებულები ნაჩხუბრები იყავით, აქ ძალიან დიდ ემოციებთან გვაქვს საქმე, აქ ძალიან დიდ გრძნობებთან გვაქვს საქმე და მიუხედავად იმისა, რომ ზომიერებას ინარჩუნებთ, აქ ურთიერთობა, დახოცეთ კიდევაც ერთმანეთი, შეიძლება ეხლა ხართ ზომიერ სიტუაციაში, თორე კაი ქარბორბალა გაქვთ გავლილი, აქ სიტუაცია თავიდან იწყება. აქ ერთი შანსი მიეცემა აუცილებლად, სულელის არკანით რაღაცა ახალს იწყებთ, არ ვიცი, ის გადმოდგავს ნაბიჯს, არ ვიცი თქვენ გადმოდგავთ ნაბიჯს, მაგრამ აქ ახლიდან იწყება, ვინც ერთმანეთთან ასე ვთქვათ დაშორებულები ან ნაჩხუბრები იყავით, ხოლო ვისაც არ ყავთ, ან ძალიან წლებია დაშორებულები ხართ, იმათზე არ უნდა მიღოთ, ეს არის მაქსიმუმ 6 თვე რომ დაშორებული ხართ, იმათთვის ვისაც არ ყავთ არავინ და მარტო ხართ, აქ იწყება ახალი ურთიერთობა, აქ იწყება ახალი შემოთავაზებები, აქ იწყება ახალი ემოცია, თასების მეფით, აქ სიტუაციები იწყება კი ბატონო ახლიდან, ახალი რაღაცა ემოციებს რო აყვევით და გვიხარი რაღაცა, მაგრამ კოშკის არკანით ნახეთ, რას გეუბნება, ტარომი კოშკის არკანით არ დავასრულებ გაშლას, ერთ არკანს კიდე დავამატებთ. ხო, არ არის გამორიცხული აქ სიტუაცია ეხებოდეს მამაკაცი რო ოჯახიანია, პირიქით ქალი ოჯახიანია, ხო ხვდებით როგორ ხდება, ამიტომ ძალიან ყურადღებით კოშკის არკანის სიტუაცია რო არ ჩამოიმხოს თავზე, პირადში გელოდებათ ძველთან სიტუაციის განახლება და
კი ბატონო, შერიგების მდგომარეობა და ახალ სიტუაციაში ვინც ხართ, ყურადღება მიაქციეთ, არ მოხდეს ისე, რომ ვიღაცა იყოს ცოლიანი, ან არ ვიცი, არ მოგატყუოთ, ხო ხდებით როგორც ხდება და რაღაცა ტყუილში ამოყოთ თავი, ანუ მესამე პირი არ იყოს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ერთ-ერთში დამიჯდა. უბრალოდ დააკვირდით, მე იმას კი არ გეუბნებით, რომ არ დაიწყოთ ურთიერთობა, დაიწყეთ, მაგრამ დააკვირდით, ვინ არის ეს ახალი, კარგად გაიცანით, ვინ არის ეს ახალი, რაღაცას არ გატყუებდეთ, ხო ხდებით, ძალიან ჭკვიანურად. აკაც, ესე იგი, რას გეუბნებათ, ნახეთ რა სიტუაცია, ხედავთ ეხლა პირადშიც, კარიერაშიც, ფინანსებშიც. გონება, ემოციას არ აყვეთო და გონება დაატანეთო. ამიტომ ძალიან ყურადღებით, ძალიან გაწონასწორებულად პირადში ძალიან დიდი ცვლილებები გელოდებათ და ყურადღებით იყავით ფინანსებში, ეს ყველაფერი გამოსწორდება კარიერაშიც, მაგრამ პირადში მე ვფიქრობ, რომ გაფრთხილებათ უნდა მიიღოთ. ეს ვინც ახალ ურთიერთობას დაიწყებთ და არ იყოს ეს მამაკაცი ან ცოლიანი, ან კი ბატონო გაშორებული შეიძლება იყოს, მაგრამ ახალი გაშორებული და ცალი ფეხი რო იქით აქ, ხო ხდებით? ამიტომ ძალიან ყურადღებით, მე რა ხდება ისე თქვენ გტკივათ, ხო? ამიტომ ძალიან ყურადღებით და ძალიან გაწონასწორებულად, ხოლო ვინც დაშორებული იყავით, აქ რაღაცას ერთი შანსი მიეცემა, არ ვიცი, შეიძლება ამან გადმოდგას ნაბიჯი, შეიძლება თქვენ გადადგათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს თქვენ შეურიგდებით. ესე მიჩვენებს ტარო. ეს არის ნოემბრის პროგნოზი, ჩემო ძვირფასებო, ეს არის საჯარო გაშლა, რა თქმა უნდა, ყველაზე ვერ რეზონირდება, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ვისაც კონკრეტული დეტალები გაინტერესებთ, გადმოგცადეთ პირადში. TikTok-ზე მწერთ პირადში და მე გამატებთ WhatsApp-ი Viber-ზე, ხოლო YouTube-ზე ვიდეოს ბოლოს ჩდევს ჩემი ნომერი და თქვენ მამატებთ. აუცილებლად მწერთ. არ მირეკავთ ზარებს, ვერ პასუხობ ჩემო ძვირფასებო. ეს იყო დღევანდელი საჯარო გაშლა. მიყვარხართ, გეფერებით სულ ყველას, ეხლა დაგემშვიდობებით დროებით.